სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ხოლო იესომ უფალმა გაიარა მათ შორის, ისე რომ ხელი ვერავინ შეახო და წავიდა მათგან. ეს მოხდა ნაზარეთში, აი რა ჩვენ ბოლოს წავიკითხეთ, ბოლო მონაკვეთის სახარების. მოხდა ისე რომ როცა მან ნათელი იყო იორდანეში და იმახსოვრეთ ეს იორდანის პირას იყო უფალის თვითონ. იორდანის პირას იყო ნათელი, შემდეგ მოbrunდა და გამოიცდებოდა უდაბნოში ეშმაკისგან და ამის შემდეგ როცა ღმერთისგან დამოწმებული იორდანისში ნათლობის დროს, როცა მამამ თქვა ესაა ჩემი ღვთისმსათნო ძე და შემდეგ როგორც კაცი გამოიცადა უდაბნოში, გამოცდილი უდაბნოში, გამოდის და წერია ლუკას სახარების 4 თავში, რომ დაიწყო სინაგოგების შემოვლა ისრაელში, სინაგოგებში მიდიოდა და ქადაგებდა, რომ უახლოვებულია ცათა სასუფევე. და ერთ-ერთი პირველი, რასაც ის აკეთებს, მიდის საკუთარ მამულში, რომელი იყო მის საკუთარი სოფელი, ნაზარეთი. და წერია, რომ ერთ დღეს მივიდა ნაზარეთში, სადაც აღზრდილი იყო თავად და როგორც ჩვეოდა, ანუ 30 წლამდე ის იყო რჯულის ერთგული შვილი. როგორც ყოველ შაბათს შედიოდა ხოლმე ბავშვიც, მოზარდიც, შემდეგ უკვე დიდიც, როგორც ჩვეოდაო, შევიდა შაბათ დღეს მათ სინაგოგაში, ნაზარეთის სინაგოგაში და წამოდგა წასაკითხად. რადგან მორიგეობით კითხულობდნენ კაცები სინაგოგაში წმინდა წერილს. და მისცეს მას ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილი, დახვეული გრაგნილები ხო პერგამენტზე იყო დაწერილი გრაგნილი და გაშალა და მან თავად იპოვა ის ადგილი, სადაც ეწერა: სული უფლისა ჩემზედა, რომლისათვისაც მცხოვმე და მომავლინა გლახაკთა მახარებლად, გულით შემოსრულთა მკურნალად, ტყვეთა განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმებისთვის ცვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთის სასურველი წლის გამოსაცხადებლად. ხედ? სული უფლისა, ღმერთის სული ჩემზეა, რომლის სულითაც მცხოვმე მან. ქრისტე რას ნიშნავს თავის ებრაულს მნიშვნელობაში? რას? ცხებულს. და ის ამბობს, რომ მე ვარ ცხებული. აი ის, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო ისაიასთან, მე ვარ ის სულმა მცხოვმე, აი ამისთვის ჩამოთვალა ის საქმეები და ეს თავდება ამისთვის უფლის კეთილსასურველი წლის გამოსაცხადებლად, ხო? აქ შეწყვიტა, ეს გრძელდება ისაიას წინასწარმეტყველება, ჩვენ ბოლოს ჩვენ ნახავთ, რითი მთავრდება. შეწყვიტა აი აქ და დაჯდა. დაჯდა, როგორც რაბინებმა იცოდნენ, მოძღვრებმა, როცა დაჯდებოდა, უკვე იწყებს განმარტებას და დაიწყო ამის განმარტება. ასწავლის სინაგოგაში უქადაგებს, ხოლმე ეს წაიკითხა და ყველა გაოგნებული იყო იმ ძალით, რა ძალითაც ის ლაპარაკობდა, იმ სიტყვით და ყველა ემოწმებოდაო. ყვერს უკრავდნენ, თავიდან ირწმუნესავით რაღაც მომენტში. მაგრამ ნახეთ რა ხდება, უფალი ხო წინასწარ იცის ყველაფერი. აი აქ ჩანს, რომ ის წინასწარ ხედავს ყველაფერს, ხო? აი ხანდახან ხო აუმენ ხოლმე, რატომ უნდა ჯვარცმულიყო უფალი? რომ მან იცის, რომ ეს ასე მოხდება. და აი აქვე ამ სინაგოგაში უწინასწარ მეტყველებს რა მოხდება მის თავს. ნახეთ, იქ ხო ბოლოს ხო გაიყვანესო, გაბრაზებულებმა წამოხდნენ, სტაცეს ხელი გაიყვანეს გარეთ და თიდან უნდა გადაეგდო, მოეკლათო. და მათ შორის გაიარა, რადგან ჯერ არ იყო მოსული დრო მისი სიკვდილის და წავიდა. აი სწორედ ასე გაიარა იმ 3 წელიწადში მაცხოვარმა ისრაელში და მისი მოძღვრება წავიდა ისრაელს გარეთ. ნახეთ, ის იყო პატარა წინასწარმეტყველება, რაც იმ დღეს სინაგოგაში მოხდა. და შემდეგ ქრისტე უნება მათ. ხო ემოწმებიან, უდაყვარს უკრავენ და მოსწონთ, რასაც ლაპარაკობს იგი, მაგრამ ისინი სხვა მესიას ელოდებიან. ქრისტე უწინასწარმეტყველებს მათ, რას იზამენ ისინი. და უნება, ცხადია თქვენ მეტყვით ანდაზას, რომ ექიმო, ჯერ შენი თავი გაიგურნე. თუ ამხელა ძალა გაქვს და ამხელა რამის მოხდენა შეგიძლია, მოდი ჯერ შენს ქვეყანას უშველე, ისრაელს უშველე. და უნებიან, რომ თუ ასეთი ძალის სასწაულები მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ, კაპერნაუმში ორს არ იყო ნაზარეთიდან, ისიც გალილეაში იყო. მოდი ჩვენთანაც მოვახდინე ეს სასწაულები, ვიცი ამას მეტყვით თქვენ. მაგრამ რა სასწაულიც არ უნდა მოვახდინო თქვენთან, თქვენ მაინც არ ირწმუნეთ ჩემსას, რომ მე ვარ მესია, ღმერთი განკაცებული.
რადგან და ეუბნება ასეთ სიტყვას ეუბნება და ხო ელიაობა ილია წინასწარმეტყველის ხსენებაა დღეს და უფალი ახსენებს ილია წინასწარმეტყველს და ამბობს რადგან ელიას დროსაც 3 წელიწად-ნახევარი არ უწვიმია ეს იყო სასჯელი იმ დროს ისრაელის რადგან ურჯულო მეფე ყავდათ აქაბი და ის წარმართების კერპებს ქმნიდა იმათ ადიდებდა მიატოვა ღმერთი ღალატობდა ღმერთს და ძალიან აჯავრებდაო ღმერთს ეს არის მესამე მეფეთა წიგნში ჩაწერილი და ელიამ თქვა სიტყვა რომ 3 წელიწად-ნახევარი არ იწვიმებს როგორც სასჯელი ამისთვის და მართლაც 3 წელიწად-ნახევარი არ უწვიმია და უდიდესი შიმშილი იყო ისრაელში იმ დროს ეს იყო მე-9 საუკუნე ქრისტეს მოსვლამდე 9 საუკუნით ადრე და ქრისტე ეუბნება აი ხო მიცით ელიას ისტორია ხო ელიას დროს და იქ წერია რომ ღმერთი ეუბნება ელიას აი ამ შიმშილის დროს რომ წადი იორდანის ნაპირას აი სადაც ქრისტე იყო შემდეგ სადაც ნათელი იყო იორდანის გასწროი ჩადი და იმ ერთ-ერთ ხევში ჩაიმალე იქ არის ჯერ წყალი და იქ გაჩერდი ყორნები მოგიტანენ საჭმელს და გადარჩები აი ხატზე გამოსახულია ყორანი ილია წინასწარმეტყველის ხაზზე ხო ხატზე რადგან ყორნებს მოჰქონდათ საჭმელი შემდეგ ეუბნება ნახეთ იორდანის ეს ხო აღმოსავლეთია ისრაელის და ღმერთი ეუბნება შემდეგ ახლა წადი სარეპტაში სიდონის სარეპტა ეს კიდე ჩრდილოეთია ჩრდილოეთის უკიდურესი წერტილი ისრაელის საზღვართან უკვე ისრაელს უნდა გაცდეს გესმით ელიას ეუბნება ღმერთი რომ ისრაელს გაცდი წადი სარეპტაში სიდონი და ტვიროსი იყო უწმუნო ქალაქები ეს ფინიკიელთა ქალაქები იყო ეს არ იყო ისრაელი უკვე წადი გადი ისრაელიდან მიატოვე ისრაელი ეუბნება ღმერთი ელიას და სარეპტაში მიდი და იქ ერთი ქვრივი შეგიფარებს შენ და მიდის ელია მართლაც გადაჭრა მთელი ისრაელი გადაიარა მივიდა სარეპტაში და ხედავს იმ ქვრივ ქალს რომ შეშასაგროვებს ეზოში და ეუბნება ქალო წყალი დამალევინეო და ქალი ეუბნება წავიდა წყლის მოსატანად ეს ქალი და ეუბნება ერთი ხმიადიც მომიტანე თქო მშიერია როგორც ჩანს ილიას აი რაში გამოიხატება რწმენა ქალის აი ეს უნდა უფალმა უთხრა თქვენ არ ირწმუნებთ და იმ ქვრივმა ირწმუნა ილიასი და ამიტომ მიევლინა მასთან გაიგზავნა ილია და ნახეთ რაში გამოიხატება ეს რწმენა რომ ეუბნება რომ წყალი მომიტანე და ხმიადით წამოვაყოლე და ეს ქალი ეუბნება რომ ფიცავო რომ თუ რაიმე ხმიადი მქონდეს სახშიო ერთი მუჭა ფქვილი მაქვსო ერთი მუჭა მაგრამო გამოგიცხობო შეჭამე შენ ჩემი შვილები მეც და ჩემი ერთი შვილი ყავს ერთი ბიჭი ყავს ამათ შეჭამ და დავიხოცოთ მერეო რადგან იმ ერთი მუჭა ფქვილის იმედზეა და ილია ეუბნება შენ მომიტანე ის ხმიადი მე და შენს ქოთანში არ გამოილევა არც ფქვილი და არც ზეთი შენ შეჭამ მერე შენს და შენი შვილის და მართლაც ეს ქალი ერწმუნა შიმშილის პირას არის ქალი და იმ ბოლო ერთ მუჭა ფქვილს გაუკეთებს ილიას რადგან წინასწარმეტყველი ღმერთის და წამს მის ესმით ეს ქალი განასახიერებს ისრაელს გარეთ მყოფ ხალხს და ის ურჯულო ისრაელი აქაბ მეფის დროს იმ ისრაელს რომელმაც ჯვარსაცვა იესო ესმით და ქრისტე წინასწარმეტყველებს ნახეთ სინაგოგაში ქრისტე წინასწარმეტყველებს და ეუბნება აი იმ დროსაც ხომ გახსოვთ ელია მხოლოდ იმ წარმართებთან წავიდა რადგან იმათმა ირწმუნეს მის ღმერთის სიტყვის და ამიტომაც ისრაელმა არ მიიღო არც მაშინ და ახლაც ასე მოხდება თქვენ დარჩებით ურწმუნონი და თქვენ ჩემსას არ ირწმუნებთ ეს რო უთხრაო ნახეთ როგორი ამპარტავნები არიან ამპარტავნ კაცს რა არ უყვარს ყველაზე მეტად რომ ამ ხელ მისწოდვაში ჩვენ ყველაზე მეტად როდის წარდებით როცა ზუსტად იმას გვეუბნებიან რაც მართლა გჭირს ხომ ესეა ყველაზე მეტად მაშინ წარდება ადამიანი აი ესე გამწარდნენ გაცოფდნენ წამოხდნენ როგორ ჩვენ ვართ ურწმუნონი კი ილიას დროს კი მოხდა მაგრამ ჩვენ არა ვართ ურწმუნონი და სტაცეს ხელი ამის გამო და კაცის მოკლა უნდათ მესიის მოკლა უნდათ აი ამის გამო ისეთი ამპარტავნები არიან და სტაცეს ხელი გაიყვანეს სინაგოგის გარეთ ხელისკვრით მიიყვანეს იქამდე სადაც თის წვერამდე სადაც ქალაქი იყო დაშენებული მათი უნდა გადაეგდოთ და უკვე უნდათ მოეკლათ ნახეთ ეს არის დასაწყისი სამი წლის დასაწყისში უკვე უნდათ მისი მოკლა მაგრამ ჯერ ღმერთის ნება არ იყო რომ იმ დროს მომკვდარიყო პასექზე როცა საპასექე გამოსასყიდი კრავი იწირებოდა იმ დროს უნდა მომკვდარიყო ამიტომაც გაიარა ამ ხალხში ისე რომ ხელი ვერავინ შეახო მას და
წავიდა მათგან. უწინასწარმეტყველა, რომ ისრაელს გაივლის ჩემი მოძღვრება, თქვენ არ მიმიღებთ, თქვენ მომკლავთ, მაგრამ სარეპტაში, სიდონში და ტიროსში და იმის იქითაც თან მსოფლიოს მოედება ეს მოძღვრება და მათი იქნება მადლი. აი ნახეთ, ერთ პატარა მონაკვეთში რამხელა შინაარსია, ხო? როგორ წინასწარმეტყველებს უფალი იმაზე, რაც მოხდება შემდეგი 3 წლის განმავლობაში. ინებოს უფალმა, რომ აი ჩვენ ესეთი ერთგულები ვიყოთ ღმერთის, რომ როგორც ის ქალი ბოლო მუჭაფქვილი რო გამოუტანა, აი ბოლო ახსოვთ ის ქვრივი რომ მივიდა და ბოლო 2 ლეპტა რო ჩააგდო შესაწირავში და უფალი ამობს. ყველაზე დიდი ამან შესწირა, რადგან ბოლო 2 გროში მოიტანა და ის ჩააგდო. ამიტომაც საუკეთესო, ჩვენი საუკეთესო დრო, ჩვენი საუკეთესო ენერგია, ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდობა, რაც კი გაგვაქვს, მაშინ უნდა შეწირო ღმერთს, რომ მოხუცდები და აღარც კითხვის თავი გექნება, აღარც გააზრების, აღარც ფიქრის და აღარც ლოცვის, ის რა შესაწირავია? რაც მოგრჩა, ის შესწირე ხომ ღმერთს? არა, სანამ ახალგაზრდა ხარ, ჯანღონით სავსე და ენერგიით და გონებით სავსე, დროც ბევრი გაქვს, ხო? აი ეს უნდა შესწირო ღმერთს და მაშინ მოიღებს ღმერთის წყალობას და მათ ჩვენს. ჩვენთან არის ღმერთი.